მოდი დავიწყოთ ილიათი. ილია ცხოვრობს იმ დროს ქვეყანაში, რომელიც არის ნაწილი ჩამორჩენილი იმპერიის და ილია ფიქრობს, რომ ამაზე უარესი ალბათ რა უნდა იყოს. არც ილიამ და არც სხვა არავინ ამ დროს ჯერ არ იცის რა იქნება მე-20 საუკუნის ტოტალიტარიზმი. და შესაბამისად ვერ წარმოუდგენია რა შეიძლება იყოს უარესი. მან გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ დაიწყო ინსტიტუციების შექმნა. ილიას მთავარი ნიჭი იყო იმაში, რომ მას შეეძლო თანამშრომლობის ქსელების შექმნა. ილიასთვის ევროპა არის არა ერთი კულტურა, არამედ საყოველთაო მოდერნული ცივილიზაცია. კულტურული გაცვლები ან ძალიან დიდ გამოცდილებას მოგცემენ და განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი ნახტომი იქნება ჩვენთვის, რომ ამა თუ იმ პროფესიებში უფრო მარტივად განვითარდეთ და რაღაც შედეგებს უფრო მარტივად მივაღწიოთ. ილია ზუსტად ამას ხედავს. ილიას აინტერესებს ევროპა არა იმდენად როგორც ისტორია, არამედ როგორც თანამედროვეობის მოდელი. ის ფიქრობს, რომ ამ მოდელის მიხედვით უნდა გარდაიქმნას ქართული საზოგადოება და ქართული კულტურა.